ქართულ ოცნებაში ავია მაიკა 22 წელი მიყოლეს როდესაც მეცვა მაიკა რომ დამემუქრა იმან რომ შენ მოგდებას ქართული ოცნებაში შენ უნდა გეცვა ანუ სააგაშვილის მაიკა და მე აქედან წამოყოლეს შემიყვანეს მუგრაში გორში მაშინ თბილისში კომისია წამით კომისიაზე გამოტარეს პალესტინაზე და მithეს რომ შენ ხარ სრულად თავდელი მეუთხარ თვალი მუცელი მოთხარ ყველაფერი შენ მაგიმას იმიტომ ამოფრო არ გინდა შენ სამხედრო და არ გინდა წასვლა ჯარში მოთხარი ასე და ყველაფერი მუცელში მომეთქი და არაო შენ უფლება არ გაქვს რომ შენ ხარო რეგეთი ფეითი სამხედრო შენ შეგიძლიაო რომ მოიხადო სამხედრო მხედრული ვალი მოთხარ მე ვერ შევძლებ ვერც მხედრულ ვალს და ვერაფერს მეთქი და შერესმით მე წყალსაც არ გასმევდნენ სად არ გასმევდნენ გორში სამხედროში და 3 დღე წყალს არ გასმევდნენ 2 დღე შენ არ გასმევდნენ თუ სხვა დანარჩენი სუყველას ვის სუყველას ჩვენ ბალანიაში არავის წყალს არ გასმევდნენ არავის წყალი გაფუჭებულია არ მოდის ჩვენთან და იმიტომ ვერ მოგვაქვს როდესაც მე სიცხეები მქონდა მოთხარ მეწვის თლიანად გვერდები და წამიყვანეთ მე შენ მაგას იმიტომ რომ არ გინდა ჯარში და სახში გინდა მოთხარი და რამდენი ხანი დაყავით ჯარში გორში 8 დღე ვიყავით მე-9 დღეს წამოხვედი მე-9 დღეს წამოვედი გამოგიშვენ რომ სააგაშვილს მიეცითო ხმაურჩვენ და ჩამოდითო ისე და ანუ ამ პირობით გამოგიშვენს რომ სააგაშვილს მისცემ ამ პირობით გამოგიშვენ ჩვენ სულ ყველა ბიჭები კონკრეტულად ასე გითხრეს სააგაშვილს უნდა მიცეთო მაგრამ თუ არ მიცემთო მე რო თქვენს ბრალსო იმ ბიჭები მიცეო ისა შავი ბიჭი იყო მაღალი დიახ გვარდასახელი არის არ გახსოვს აჯიმანიებზე იმას რო ვერ ვაკეთებდი ხან წრეხებით ჩამადიოდა და ხტუნავდა და ხან გვერდებში მიყავდა წრეხები მოთხარ ვერ ვაკეთე მაშინ სახითო დეციო და ოდესღაც ვერმაცემ დამარტყმებოდა სახეს და იმაშო ის იმაშო მაგეთები სახეზე სატყვია ფეხზე პრობლემა აქვს მარჯვენა ფეხზე ამის იმედით არ წავღები და წეიყვანენ და აღარ დაბრუნდნენ რო დარეკაღამე ჩემს ძმასთან ვიშველები ძია რაღაცა ასე მოხდა და მე გვიანი არის რომ მე ვერცად ვერ ნახავ არც ტელეფონი ვერ დაერეკო ვერაფრით ვერ დუკავშირეთ მაგას სხვა დღეს რა დღეს მე თვითონ ჩამოვიდა სახში ჩვენ წავიყვანეთ შემკრებ გამანაწილებელ პუნქტში სამედიცინო კომისიას გაიარა სამედიცინო კომისია ეს ოპერაციებიც იყო რაღაცა მაგრამ იმან ჩათვალა ვარგისად სამხედრო სამსახურისათვის და წავიდა კარანტინში. ბატონო, აქამდე თუ გადაიყვანეს ორჯერ მქონდა მცდელობა, ორჯერ დამიძახესო ხო, მაგრამ ხან არ მოვიდა, ხან რაღაცა. ვიღავი ორივეჯერ და გამომიშვეს სახში ამბობს თვითონ ეს ბიჭი. და შემკრებ გადამანაწილებელ კომისიაში აქამდე წინა ორ შემთხვევაში რატო არ გაუშვეს მაშინ? ვერ გეტყვით ახლა ზუსტად. საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს, რაც არ უნდა ავანტყოფი იყოს. იქ კომისია დაიდება საბუთი და მე არის თავისუფალი სამხედრო სამსახურიდან. გრაფიკის მიხედვით ჩვენ გადავყავდა ხალხი. ანუ ამაში მხოლოდ ბრალეულობა არის გრაფიკის და არა მაისურის, ხო? არა, მაისური არა. მაისური და არც გრაფიკი, უბრალოდ გრაფიკის მიხედვით მიყვავს ხალხი, გამანაწილებლები და რიცხვები არის ჩამოშვებული და გადავყავს მხოლოდ კომისიაზე.